ძალიან პატარა ასაკში დაკარგეთ ჩობლები. ხო, კი, ძალიან. 14 წლის ვიყავით დედა რო გარდაიცვალა და უფრო ადრე მამა. მამა 40 წლის ვიყავი რო გარდაიცვალა, არ მახსოვს. ანუ მხოლოდ მოგონებებით, რომელსაც სხვები გიზიარებდნენ. ხო, მოგონებებით, მაგრამ ზრდიდნენ, რომ მამა ჩემი იყო ყველაზე დიდებული ადამიანი, თუ ვინმე შეიძლება ყოფილიყო სამყაროში, ესე ზრდიდა დედა ჩემი რა. ჟურნალისტი იყო მამა ჩემი, უნივერსიტეტის გამომცემლობაში მუშაობდა და წერდა, სულ წერდა. და მე მამა ჩემი გავიცანი, სადღაც 15-16 წლის რო გავხდი, როდესაც მაგის დღიურები ვიპოვე. მთელი თავის ცხოვრება აქ აღწერილი რა და არ ვიცი, აი მე ვიტყოდი რომ მამას ვცნობ ძალიან კარგად, იმიტომ რომ საკითხული მაქვს, დღიური არის ყველაზე ინტიმური რაც ადამიანს აქვს, რაც შეიძლება ჰქონდეს და რასაც წერს მასთან და თან მამა ჩემი იყო ძალიან გახსნილი ამ დღიურთან, ყველაფერს წერდა რა. ვიპოვე რა ვიცოდი რომ არსებობდა დღიურება, მაგრამ მანამდე ინტერესი არ მქონდა ხა ამის საკითხის, მაგრამ უკვე თინეიჯერობის ასაკში ალბათ 100 ბლოკნოტი მაინც იქნება. ხო და გავიცანი, ასე რომ მე შევიდა თქვა რომ მამა ჩემს ვიცნობ ძალიან კარგად. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ადრეულ ასაკში დავკარგე და არ მახსოვს. ო, ძალიან ემოციური იყო ეს ამბავი. აი ესე ვიგზინი რაღაც. და დედამ გაგზარდათ. კი. ნუ დედამ ხო. და ასეთი რაღაც გავთ. ყველაზე დიდი ავტორიტეტი იყო, ნათქვამი გავთ. დედა ჩემი იყო სიყვარულით სავსე ადამიანი, მასწავლა ოპტიმიზმი და ადამიანების სიყვარული. ხო, ესეთი ადამიანი იყო მართლა. ჩვენ სამნი ვართ, ჩემი ძმა, ჩემი და მე სამნი ვართ და დედა ჩემი იყო სკოლის ბიბლიოთეკარი. რამდენი და ყოფილიყო ბიბლიოთეკარის ხელფასი, ხო? ნუ კაპიკები, რა ვიცი. აი, სახში რაღაც წუწუნი არ ყოფილა რა, აი ესეთი ოპტიმისტი ქალი იყო, აი სულ მოტივირებული სავსე მომავლის რწმენით. ხო და არ ვიცი, ალბათ დედას გავარ, მე ხანდახან ძალიან მიხარია რომ დედას გავარ.